მოგესალმებით. მშვიდობიან და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა. იქნება თუ არა შერიგება თქვენს შორის. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანი. უახლოესი პერიოდის განმავლობაში შერიგდებით თუ არა, ვნახოთ, ვისაც აქვს ახლა ეს სიტუაცია. ვნახოთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში იქნება თუ არა შერიგება თქვენ შორის. მე ვარ ნინო ნაჩაიძე, სერტიფიცირებული ტაროლოგი, ვალენტინა ბარბაქაძის საერთაშორისო სკოლა ტარო მისნობის გარეშე ერთ-ერთი კურსდამთავრებული. ანუ ვნახოთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში შერიგდებით თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი. შერიგდებით თუ არა. შერიგება იქნება. აქ არის ძალიან დიდი გრძნობა. თქვენ შორის არის ძალიან დიდი სიყვარული და აქ შერიგება იქნება, ისევ დაუბრუნდება ამ ურთიერთობას, სიმშვიდე, ბალანსი, ისევ დაბალანსდება თქვენი ურთიერთობა, იქნება ის სულიერი სიმშვიდე თქვენს ურთიერთობაში, ჰარმონია და თუ ეს ურთიერთობა თქვენს ურთიერთობაში კი აქ ძალიან დიდი გრძნობაა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ურთიერთობა არ გადადიოდა, არ იღებდა სერიოზულ სახეს. შესაძლოა თქვენი პარტნიორი არ იჩენდა ინიციატივას, რომ ეს ურთიერთობა გადასულიყო ახალ დონეზე და ანუ პასუხისმგებლობას არ იღებდა თქვენზე და ამ ურთიერთობაზე. მაგრამ აქ ერთი ეტაპი დასრულდება თქვენს ურთიერთობაში და გაიხსნება ახალი ეტაპი. უფრო დაინახავთ თქვენს მომავალს და ის სიტუაცია, რომ თქვენი პარტნიორი არ იღებდა პასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაზე, იმოქმედებს, განულდება ეს ყველაფერი, განულებს იმას, რომ არ მოქმედებდა ეს ადამიანი ისე, როგორც საჭიროა. არ იღებდა თქვენზე პასუხისმგებლობას და სერიოზულ ურთიერთობად არ იღებდა ამას. კი უყურებს ეს ადამიანი სერიოზულად თქვენს ურთიერთობას, ძალიან დიდი გრძნობაც არის ამ ურთიერთობაში, მაგრამ არ გადაყავდა ახალ დონეზე, აი ამას გულისხმობ და იმოქმედებს თქვენი პარტნიორი ძალიან გააქტიურდება, რადგან აქ ორივე ადამიანს გენატრებათ ერთმანეთი, ფიქრობთ ერთმანეთზე, ერთად გატარებულ დროზე და გინდათ ერთად ყოფნა. ამიტომ რაც აღარ არის საჭირო ამ ურთიერთობაში ეს ყველაფერი განულდება და თქვენი პარტნიორიც, თქვენი მამაკაციც იმოქმედებს აქტიურად. ნახოთ. და აი აქ თქვენს ურთიერთობაში იქნება ძალიან დიდი სიყვარული. ისეთი სიტუაცია იქნება, რაც აქამდე არ იყო და რაც თქვენ აქამდე გაკლდათ ამ ურთიერთობაში. აქ შესაძლოა თქვენი პარტნიორი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა ამ ურთიერთობაში. თავის კომფორტს იქმნიდა, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობაში. და არ უნდოდა ამიტომ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ну თავის თვითონ კომფორტულად გრძნობდა თავს, როგორც იყო ამ ურთიერთობაში და ამიტომ არ უნდოდა რაღაცა ახალი ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ აქ შეცვლის ამ დამოკიდებულებას ეს თქვენი პარტნიორი და ერთად შექმნით, ასე ვთქვათ, გადავა იმ მდგომარეობაში თქვენი პარტნიორი, რომ თქვენთვის უნდა იმოქმედოს, ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და შექმნას მომავალი თქვენთან ერთად, რადგან აქ ძალიან დიდი გრძნობაა და თქვენს ურთიერთობაში დაისადგურებს ისევ დიდი ჰარმონია, დიდი სიყვარული, ბედნიერება და ვნახოთ კიდევ, აი თქვენი პარტნიორი მოვა თქვენთან თავისი გრძნობით. თუ პაუზა გაქვთ, ეს პაუზაც დასრულდება, უკონტაქტობაც დასრულდება, არჩევანს გააკეთებს ეს ადამიანი და აირჩევს, ასე ვთქვათ, სიყვარულს, რომ მოვიდეს თქვენთან, რადგან უნდა ამ ადამიანს ბედნიერება,
და სიყვარული თქვენთან ერთად. ნახოთ. კიდევ ეს თქვენი კრიზისული პერიოდი ამ ურთიერთობაში დასრულდება, ეს ღარიბული ურთიერთობა, რომ არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება, ამას შეცვლის თქვენი პარტნიორი, თქვენი მამაკაცი და დაუბრუნებს სტაბილურობას ამ ურთიერთობას, ახალი ენერგიით შეივსებით, თუ ბავშვურად იქცეოდა თქვენი პარტნიორი, ესეც შეიცვლება, შეცვლის ამას თვითონ და არჩევანს გააკეთებს თავისი სიყვარულის სასარგებლო და იქნება ამ ურთიერთობაში სიყვარული, ბევრი სიხარული და ბედნიერება, რადგან ამ ადამიანსაც უნდა თქვენთან ერთად აი ამ ყველაფრის, ამ სიხარულის და ამ სიყვარულის გაზიარება, ძალიან დიდი გრძნობა აქვს ამ მამაკაც თქვენს მიმართ და ეს თქვენი სიტუაცია დაიძრება, წინ წავა და მიაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რაც თქვენ გინდათ ამ ურთიერთობაში. იქნება ძალიან დიდი წინსვლა, ძალიან დიდი წარმატება თქვენს ურთიერთობაში, აი ეს ფიქრები, იმ ფიქრებიდან გამოხოთ აი თქვენ და თქვენი საყვარელი მამაკაცი. გამოხვალთ აი ამ ფიქრებიდან, შესაძლოა დღე და ღამე ამ თემაზე ფიქრობთ და აი ამ თქვენს ურთიერთობას მოეცემა კიდევ ერთი შანსი. აქ თქვენც ძალიან დიდი გრძნობა გაქვთ ამ მამაკაცის მიმართ, დიდი სიყვარული გაქვთ. აქ იქნება ძალიან დიდი ქმედება, მაღალი ძალებიც დაგეხმარებიან და ეს თქვენი მარტოობა, რაც გაქვთ ამ ურთიერთობაში ახლა, თავს გრძნობთ მარტოსულად, აი ეს ყველაფერი დასრულდება და ახალი ენერგიებით, ახალი ძალებით და ახალი რესურსებით შეივსებით თქვენ და თქვენი ურთიერთობაც, აი მაღალი ძალები მოგცემენ ამისთვის ყველაფერს. ძალას, რესურს და იმის შესაძლებლობასაც, რომ იყოს ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი ქმედება და ძალიან დიდი ცვლილებები. აი სრულიად შეიცვლება, მაღალ ძალებსაც სურთ ასე, რომ შეიცვალოს ეს ურთიერთობა და აი ეს ყველაფერი რა სიტუაციაც ახლა გაქვთ, ეს დასრულდება. და სრულიად შეიცვლება. მიიღებთ იმ სიხარულს და იმ წარმატებას ამ ურთიერთობაში, რაც თქვენ გსურთ და შესაძლოა აქ ზოგიერთს გქონდეს ის მომენტი, რომ თუ ეს არის დიდი ხნის ურთიერთობა, ეს ურთიერთობა გადავიდეს უკვე სხვა დონეზე და იქცეს როგორც ოჯახი. ანუ უახლოესი პერიოდის განმავლობაში უნდა ელოდოთ, შერიგება აუცილებლად იქნება თქვენ შორის, თქვენი პარტნიორიც იმოქმედებს, მაღალი ძალებით ჩაერევიან და აუცილებლად შერიგდებით, შეიცვლება სრულიად თქვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ და მე გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას და სიხარულს თქვენს პირად ურთიერთობაში.